დავედით თემო? დავედით. სათევზაოთ აგიბრუნდებით დანიშნულებს ადგილი. Bye. ჩვენ მივდივართ ჩაფში სათევზაოდ. სად ვართ? ყველანაირად. ზუსტ ლოკაციას გამომდინარე პირობებიდან არ ვასახელებთ, იმიტომ რომ მეთევზეები და მონადირეები არ ასახელებენ მათ კონკრეტულ ლოკაციას. კი ბატონო. ეგრეა. დროებით. ჩაგნებული გვაქვს ძალიან მაგარი ადგილი, ასე რომ პირადში მოგწევთ. პირადში მოგწევთ. ჩვენ დროს არ უნდა დაემთხეთ, თავარი ეგა. ჩამოვედით. ანდანა. ჩაქვი. დაბა დავანახოთ, სად მოვედით? ჩვენის ფოთი არ დაიჭირეთ და იცოდეთ. ეს არის ჩაქვი. Our fishing spot. პირდაპირ ზღვიპირი. ათემუგო. როგორ გძნობ თავს? ზღვიპირი. ხარ თევზჭერის მუღამზე? ავანახთ. თავ ხილა თაგომ. აგე. თელი პლიაჟი ჩვენია, კაცი შვილი არ თევზავს აქ. თევზავენ და ეგ ბათუმი. გაგვიმართა და მამფერი. აი, მასეთი ლაპარაკი არ უყვართ. დაბა რავშვები. ნადირობა. დაბა რავშვები. რავშვებით და ისინას მომგზავნეთ, რომ ჩავაბათ. ამხეცებული ხარ როგორც ვიცი. გადმოცემით. ადი. ამოიღე ჭიაყელა. ანცუდი დავალება მომესჭებ. ეგრე არ გამოვაზმო, ეგრე შეხაფდებით ჩვენ. დაიჭირე დაუჩინეთი ვიხარი. აბსოლუტურად. ასე? აბა. ახლა რას ვაკეთებთ აქ? მოვზადოთ ადგილი. აი ჭია ჩანსები. ხავნა დავიჭიროთ ჩვენ ბარაბულ კაციო მამა კაციე რომ მივწუდე კაციე შვილო რომ მივწუდე ბარაბულკას ვიჭერთ ხავა ვიყევი რა საკეთ ამოვაცვა უნდა ეს ენაგო. ეხლა წარმომიდგენია რას ფიქრობ თვითონ ჭია. წარმომიდგენია რა დღეშია. რას მიშვებიანო გოზიშვილი ო დედას მიტყნავენო იმენ. კაციე. აწყალინა. სად არის? ავიღოთ ობიექტივში. სიცოცხლის ზოლა. იარით ეს ახლა რომელიღაცა თევზის ლუკა მარო გახდება.
აგიბრუნდებით თევზჭერიდან. უკა დავაი. გავარჯობათ, მე ვარ თემო ბერიძე, მე დღეს ვარ ბოსული. სათევზაოდ მამასთან ერთად. და მარტო მამასთან. კიდევ რა ვთქვა? და გიოსთან ერთად. რომელიცაა ჩემი ოპერატორი. ხო? ხო. დღეს ჩვენ მიზანი გვაქვს რომ დავიჭიროთ 2 კილო ბარაბულკა. სახში შევწვათ. სახში შევდოთ ჭამოთ, ხო? გამართულა სცენა, გამართულა. აა, გამართულა საუბარი. კარგად შენი. ასე საიდან ხდები? ვიცი, კაი მიკროფონი. ეხა მამა დაანახეთ შეიძლება. მე ხა მამა იმაშვება რომ ვისროლო. ხოდა? ეხა დაქტორ რამოდენიმე ჭიაყება და საქმე. ეხა დაქტორ რამოდენიმე ჭიაყება და საბმელი და მამამ თითი მოიჭრაკინაღა. ебой. ხუთი ბარაბულკა მოგვაყვანია პირველივე ამოყვანაზე, კარგი იქნება. აჰა. ხუთი ბარაბულკა მოგვაყვანია პირველივე ამოყვანაზე, ძალიან მაგარი იქნება. მართლა. ეხა მამა რო დაამთავრებს, იქნება რამოდენიმე სიტყვა. აბა დროებით. ნახვამის. იმას ახო კაი. აწეულია? მოიცა? მოიცა. ეხა უნდა ვისროლო. ამისთვის საჭიროა რომ ეს მასე ჭიმოთ, ეს მოუხსნათ. მოვტკიპოთ და აწნილია? აიო, ჯაკეტ. ოჩა, კარგი შემოგვიყვება. ეხა ველოდებით სანამ დაგვარტყამს და თუ რა დაგვარტყამს ამოვიყვანთ. როდესაც ეხა დაარტყამს და მე მგონი აღარ დაარტყამს უნდა ამოვიყვანოთ. და როდესაც დაარტყამს ჩემი ხმარის შენ უნდა თქვა. ისა მამამ მოიტანა. არა, შენი ხმარი ამასი აქვს, მიკროფონი მარტო თემოს ხმა ისმის. სადაც არ უნდა იყოს გეიგონებს, თუ გინდა 100 მეტრას ვიყო. ეხა მამამ მოიტანა ისა რაღაცა მოწყობილობა ასეთ ტიპის რა და სადაც იდება ეს ანკეს და ხან ისიც თქვა რომ ეს რა გააკეთა თვითონ. ხო, ეს მამამ გააკეთა და მოიტანა და უფრო გაგვიადვილა და ეხა ველოდებით ჩავაგდეთ ანკეს და ეხა ველოდებით სანამ დაარტყამს და როდესაც დაარტყამს ამოვიყვანთ. ჯერჯერობით სიჩუმეა. ეხა ცოტა სიტყვა აი რა ფერბა მოხსნა. მაგნიტია? აი ჯაბა გაგვესაუბრება ახლა როგორ დაწნა ანკესის სადგამი და როგორ მივიღეთ ეს შედეგი, რასაც ახლა კამერაში ხედავთ. შედეგი არაფერი ჯერჯერობით მიღებული არ არის. ცოტა დაგვაგვიანდა და სავარაუდოდ თევზი არ არის, იმიტომ რომ ზოგადად აქამდე ერთ პატარა ბარაბულკა. ხო, დღეს არის მნიშვნელოვანი დღეა UFC-ში დვალიშვილმა ისევ არაჩვეულებრივი მოგება გაგვახარა ყველა. რავი რა, მაგით დაგვაგვიანდა, თორე ადრე ვიყავით გამოსულები. საბმიშენით მოიგო თან დედა უტირა და აგუდა დისკლანდი მოუტყნა. აბა დროებით. მოკლედ იგი დავიჭირეთ
მოკლედ დავიჭირეთ 5 კილო ბარაბულკა. უბრალოდ ეხლა კადრში ვერ გაჩვენებთ, არ შეიძლება კადრში ჩვენება. თევზის აუბლოკავენ, ხო თემო? გარემოს დაცვა იმას საკია. გვეტყვიან თქვენში ხომ არა გაქვთ და აპასუხი გავცეთ ჩვენ. ერთ ვერაფერს ვერ გავცეთ. ასე რომ გვედეთ სიტყვაზე რა, 5 კილო ბარაბულკა. კარგად გეახლებით, შევჭამთ, გემრიელად. ასე. და მე რაღაცას მოვიფიქრებთ. შემდეგ ლოკაციაზე გადმოვედით, იქ ამოწურეთ თევზის მარაგი, 10 კილოზე ავედით და 20 კილომეტრი გადმოვიარეთ. ეხლა ქობულეთში იქედან უნდა ქობულეთიდან უნდა დავიჭიროთ თევზი. იმიტომ რომ ჩაქვში აბსოლუტურად ყველა თევზი რაც იყო, დავიჭირეთ. ხო და ეხლა ქობულეთის თევზს დავიჭერთ. ზუსტად 10 კილო თევზი გვაქვს უკვე. ქობულეთშიც ავყრით თევზებს და რა, всё, 10 კილოს კიდე აქედანაც წავიღებთ და 20 კილო ნორმალი ოკ. 10 კილო გაგვაყიდი, 10 კილო გვაჭამა ნორმა. აგერ თემო ასე იტყუებ თევზებს. მოდით თქვენ დაამპლებო. დაიჭირეთ. მოკლედ მე ვაფშე არაფერს არ ვეხმარები ბავშვებს, ასე გამოდის. პროსტა twins ტყნავ და ვიდეოს ვიღებ. აი ჯაბას დამზადებული თავისი ხელით დაწნილი ანკესის სადგამი. რომელიც ძალიან მაგრად გამოიყურება. თავის საქმეს ვაკეთებს, მაგრამ გამოიყურება ვაფშე. თევზი დავიჭირეთ, არიქა. აღარ გავთიშავ კადრს, თევზს ამოვიყვანთ ეხლა. დავაით ჯაბა. არა, თევზი? აი, არ ყოფილა თევზი. თევზებს გადაუძახიათ ქობულეთიდან, ჩაქვიდან. ბიჭები მოდიან, აეჯვით აქედან. აქედან გასროლიეთ ეს რა. გასროლიოთ თუ გასრიოთ? აი ჯაბაც ახლა გაიხდის ტანს. შეხტება. ასე არა, ძმაო. აიო. არა, ვერ ჩავალ წყალში. როცა მომიღო, ისინი აღჭურვილობა ხო? არა, არ წამომიღია არაფერი, არ პირსახოცი. აგე მამაშვილი. თქვენ გენაცვალეთ, ქართველებო. ცივია ჯაბა. დავამთქვა ცივია. არსემილი არ დავეთანხო. ჯაბუკამ შეაშინა თემუკა. მოკლედ სანამ ჯაბა და თემუკა წასულია, მე დავიჭირე 3 კილო თევზი. გეგმა გვაქვს, უნდა ავიდეთ 10 კილოზე, ანუ 7 კილო დაგვრჩა დასაჭერი და ავალთ. აი, ჩემი შემოქმედება. სიცხეა 32 გრადუსი ცელსიუსი. დავედით მე-9 კილო თევზზე. ქობულეთში, ჩაქვში დაჭერილი გვაქვს 10 კილო. ვიმეორებ კიდევ ერთხელ. დავიდა, ეხა ისვრის. ჯაბაც სტარტზეა. ავიდა. აი, სად ის ჩააგდო. სადღაც 80-90 მეტრი იქნება აქედან. 90 მეტრზე ჩავაგდო, ყოჩა. მელოდებით.
ხანდახან მაგი თევზია. ხანდახან თევზია. კი, ეს თევზი არის. თევზის შემოდინებაა ეხა. თევზებს ჩვენი ჭიაყელის სუნი ეცათ და ამოქანდნენ ყველა ჩვენსკენ. მოკლედ სიტუაცია არის ესეთ. ჩაგვიწყდა თევზმა, ჩაგვიწვიტა. როგორც დავადგინეთ, თითქმის ამოწეული ყავდა, თითქმის დავადგინეთ. 10 კილოიანი თევზი იყო გამოდებული. სავარაუდოდ იყო სტავრი და ხამსია ვეშაპი. ხო და? ჩაგვიწვიტა იდოქში, ახლა ვაბამთ თავიდან. ანკეს. თევზს რომელმაც ჩაგვიწვიტა, დედა უნდა მოუწყნოთ. ეს გული იმას მაინც აი ამით უნდა ამოვიყვანოთ. ხა დავაფოკუსოთ თემო კარგად, აი ამით. კი ბატონო. ამით უნდა ამოვიყვანოთ ის ხამშია ვეშაპი, რომელმაც ჩაგვიწვიტა ჩვენი ანკესუნა. არა, მაგას თუ მასე თუ წავალთ, ბეჟი რამე. აი შეიძლება ეს ჩავაგდოთ საერთოდაც. საერთოდაც ეს ჩავაგდოთ. ამან საერთოდ უნდა დაიჭიროს კი არა, რა ვიცი. და უნდა უტიროს. აბონა. დავაი. შუბში არ გამარტყა ერთ უზმა. ერთ 100 მეტრაზე ჩავარდებოდა ეს აღარ. არა მოიყო, რატომ? ის აღარ იმუშავებს მე. ჭიაყელა. ანუ ჯაბა ეუნება ნუ ამოყავსო, მადედა სატყნავიო. ერთხელ რო გადააგდებ, აღარ ამოიყვანო, არაო. ერთხელ რო გადააგდებ, არ ამოიყვანოვო თემო. ნუ შეეცი ამ თევზებს, აი რაღაცა მოდის ახლა იგი. აგვირებს უყურებს. საზღვაო პატრული. სი პატროლ. კაიფობენ. ნელა რომ გიარო. პროსტა კაიფობენ, ჩემი კარგი მეთქან ამე საქმე თუ გქონდეთ. იმათაც ახლა ეს არ აყავდეთ ახლა საყვანი ბინ ლადენის თამამავლები. საყვედურს მოგცემს კაცი და ეგრევე შეიჯვა. გონიათ მეკაც გასულა. საყვედურს მოგცემს კაცი და ეგრევე კონდეთ ხასმალ დაყოლს ახოს. ჯორს კონდა ნაცი და ვერ დაინახე დამეიქვა. ასეთი ამბავია. ეს გეგმას შევასრულებთ ავართ 10 კილოზე და ნახოთ ავეთით. ამიდი შესანიშნავი, განწყობა შესანიშნავი, გარემო შესანიშნავი, ყველაფერი შესანიშნავი. მოკლედ შევასრულეთ გეგმა როგორც იქნა თევზს როგორც გითხარით ვერ ვაჩვენებთ ხო ჯაბა ვერ ვაჩვენებთ თევზს იმიტომ რომ გარემოს დაცვა გვიჩვენებს გვიგზალავს ხო არ შეიძლება თევზის გაჩვენა მაგრამ გვენდეთ 20 კილო დაჭერილი გვაქვს 10 კილოს შევაპიწყინებთ ორ ოჯახს ვეყოფ 10 კილოს გავყიდით 150 ლარს ამოვაგდით 15 ლარ ატკიდით კილოს რა ვიცი ნორმა რა დღევანდელი გამოსვლა ღირდა 2 საათში 150 ლარი გაკეთდა და დავპურდით მეტი რა გავაკეთე Короче, დღეს რამე вообще რამე ულოვია რო ქონდა. მივდივართ ხელცარიელები. მე და მამა უფრო ისორთ ოქია. სუდათ ვართ ვიდრე
წინაზე, იმიტომ რომ წინაზე მაინც რაღაც დავიჭრეთ და დღეს ვაფშე საერთოდ არ დაგვიჭერია რამე. პირველი მე რასაც ვაბრალი არის ქვირით ისდება, ქვირითებენ და არ არიან ვაფშე. ან მეორე შეიძლება რომ ძალიან დავაგვიანოს. მოდელეთ. აგერაგიო. გერარი გიორგი მიდის ის არის მე აგერვარ აგერაკ მიკროფონი ანუ გამოდრეთ სუფთად უნდა ისმოდეს ჩემი ხმა აი სოდავე დებილები ხართ ზედმეტი ჯუქ-ჯუქი ჩემი ტელეფონი ხო წამოიღე შენ ტელეფონი ხო მოგეცი კაცო დაბა შენ ტელეფონი მოგეცი ტელეფონი დაკარგეს 16 წელს კარგად ვხმარ რა კაისო დამთავრდა